ესეთი საინტერესო ამოცანა განვიხილოთ, რომელიც ფუნქციის განსაზღვრის არეშ შეეხება. მოკლედ, მოცემული გვაქვს f(x) რაღაცა ფუნქცია და უნდა ვიპოვოთ ფუნქციის განსაზღვრის არე, ანუ x-ის ყველა შესაძლო მნიშვნელობათა სიმრავლე. ასეთ შემთხვევაში ეს ფუნქცია პრინციპში მე გადაწერილი მაქვს. ამ შემთხვევაში ჩვენ ვითვალისწინებთ იმ ძირითად შეზღუდვებს, რაც მათემატიკაში გვაქვს. მაგალითად, მნიშვნელი ნულის ტოლი არ უნდა იყოს, ფესვი უარყოფითი რიცხვიდან არ გვაქვს, ყოველ შემთხვევაში ნამდვილი რიცხვთა სიმრავლეში არ გვაქვს, ლოგარითმთან დაკავშირებული შეზღუდვები კონკრეტულად ამ ამოცანაში. და პრინციპი ძირითადად ეს სამი შეზღუდვა გვაქვს ხოლმე, როცა განსაზღვრის არეზე ვსაუბრობთ. ხო. ამ შემთხვევაში რა პრობლემა გვაქვს x-თან მიმართებაში, ანუ რატო არ შეიძლება რომ x-ი იყოს მთელი ნამდვილი რიცხვი ღერძი. პირველი რასაც თავიდანვე შევამჩნევთ, არის ის, რომ აი ამ გამოსახულების პირველ წევრში გვაქვს ნიშნულში ცვლადი, ამ შემთხვევაში x და შესაბამისად ჩვენ ვიცით, რომ x-ის რაღაცა მნიშვნელობისთვის ეს ნიშნული ნულის ტოლი შეიძლება გახდეს, ამიტომ ეს თავიდანვე უნდა გამოვიწყოთ. ანუ წილადის ნიშნული, პირველი, ყველაზე მარტივი ალბათ, წილადის ნიშნული არ უნდა იყოს ნულის ტოლი. აქედან გამოდის, რომ 50 - 3x არ უნდა იყოს ნულის ტოლი, აღარ გავაგრძელებ მარტივი მიზეზის გამო. მეორე რასაც შევამჩნევ არის ის, რომ ფესქვეშა გამოსახულება არ უნდა იყოს უარყოფითი ნულის ტოლი, ცხადია რომ შეიძლება. ანუ აი აქ ფესვში რაც გვაქვს ეს უნდა იყოს ნულის ტოლი ანდადებით. ანუ 50 - 3x უნდა იყოს მეტი ან ტოლი ნულზე. ახლა გავიმარტივოთ საქმე, თუ ჩვენ გვიწერია, რომ ნულის ტოლი არ უნდა იყოს, მაშინ აი ამ ნაწილს საერთოდ წავშლი და ასევე წავშლი აქ ტოლობის ნიშანს, ანუ კაცრად მეტობას დავტოვებ, იმიტომ რომ კი ბატონო, ფესქვეშა გამოსახულება შეიძლება იყოს ნულიც, მაგრამ რადგან ნიშნულშია ის ნული ვეღარ იქნება, დამჭა ესეთი გამოსახულება უტოლობა. გადავიდეთ მეორე შესაკრებზე, სადაც ასევე ფესქვეშა გამოსახულება გვაქვს, აქედან გამომდინარე ლოგარითმი, ანუ აქ იგულისხმება ლოგარითმი, დავწეროთ, ეს არის ლოგარითმი 10-ის ფუძით x-ის, ხო? ანუ შემცვლელ პრინციპში უფრო მარტივი იქნება რაღაცების დასანახად, ლოგარითმი 10-ის ფუძით x-ის უნდა იყოს მეტიან ტოლი ნულზე და თავის მხრივ ჩვენ ვიცით, ნუ ლოგარითმი რო გავიხსენოთ რა არის, ხო? ლოგარითმი მაგალითად 2-ის ფუძით 8, ეს არის 3-ის ტოლი, მარტივი მიზეზის გამო, რომ 2 ხარისხად 3 არის 8. ანუ ფაქტიურად ხარისხის შებრუნებული მოქმედებაა, ხო? ანუ თუ 2 ხარისხად 3 არის 8, ანუ ეს გვიჩვენებს 2 რამდენჯერ უნდა გავამრავლოთ თავის თავზე, რომ 8 მივიღოთ, აქ პირიქით, ანუ აქ პრინციპში ლოგარითმი მაგას გვიჩვენებს 2 რა ხარისხში უნდა ავიყვანოთ, რომ მივიღოთ 8. აქედან გამომდინარე, მარტივი მისახედრეა, რომ აქ x-ი ვერ იქნება ვერც ნულის ტოლი და მით უმეტეს რატომ, მაგრამ ვერც ნულის ტოლი ვერ იქნება და ვერც უარყოფითი, ხო? იმიტომ რომ ვერც ერთ ფუძეს მე აქ რაც არ უნდა ჩავწერო, ვერ ავიყვან ისეთ ხარისხში, ამ შემთხვევაში, ხო, როცა ფუძეში გვაქვს დადებითი რიცხვი, ვერ ავიყვან ისეთ ხარისხში, რომ ნულის ტოლი მივიღო, ნულის ტოლი ვერ ასოდეს და ამ შემთხვევაში ვერც უარყოფითს ვერ მივიღებ. შესაბამისად, x-ი აუცილებლად უნდა იყოს დადებითი. აი ეს სამი გამოსახულება დავტოვოთ და მე კიდევ უფრო გავამარტივებთ. ნუ პირველი უტოლობა მარტივია, 3x-ი ნაკლებია 50-ზე. ახლა რაც შეეხება მეორე უტოლობას. მოკლედ ჩვენ გვაქვს ეგეთი რაღაც. ლოგარითმი 10-ის ფუძით x-ის მეტიან ტოლი 0-ზე.
ამ შემთხვევაში რა შეგვიძლია გავაკეთოთ? ეს ხარისხის სახით რო გადავწეროთ, ეს არის x მეტი ან ტოლი 10 ხარისხად 0-ზე, ანუ x მეტი ან ტოლი 1-ზე, ხო? ტოლობით ყოველთვის მე ბავშვებს ესე მოსწავლებს ურჩევ ხოლმე, რომ უტოლობა ტოლობით შეცვალონ, ანუ ლოგარითმი 10-ის ფუდით x ტოლია 0-ის, აქედან უფრო მარტივად ჩანს რაღაცები, რომ მაგალითად x ტოლია 10 ხარისხად 0-ის და თუ აი ამ უტოლობის ნიშნის დასმა შეიძლება გვიჭირდეს, რაც სულაც არ არის გამორიცხული, იმიტომ რომ აღქმა აი ამ ცოტა ესეთი კომპლექსური ამოცანის შეიძლება რთული იყოს. ამიტომ შეგვიძლია ტოლობით შევცვალოთ და აქ იქნება x უდრის 1-ს, მე რა ვიღოთ 16 წრფე, ერთიანი და ძალიან მარტივად მივხვდებით, რომ აი აქ მეტი ან ტოლი უნდა დავტოვოთ, ხო? ანუ 1-ზე მეტი რიცხვები მაწყობს ამ შემთხვევაში და 1-ზე ნაკლები რიცხვები იმ მარტივი მიზეზის გამო არ მაწყობს, რომ 10-ისგან თუ 0-ზე მეტი ან ტოლი უნდა იყოს, ვერ მივიღებ 1-ზე პატარა რიცხვს, ხო? 1-ზე პატარას. აქედან გამომდინარე, დაგვრჩება ეგეთი რამე, რომ x-ი, აი აქ რაც მეწერა, ხო? x-ი მეტი ან ტოლი 10-ის 0 ხარისხზე, ანუ x-ი მეტი ან ტოლი 1-ზე. x-ი მეტი ან ტოლი 1-ზე. ანუ x-ი მეტი ან ტოლი 0-ზე არ ამჭირდება, იმიტომ რომ თუ 1-ზე მეტია, მაშინ 0-ზეც მეტი გამოდის და აქედან მივიღებთ განსაზღვრის არეს x-ი ეკუთვნის, აქ დამავიწყდა 3x-ი თუ ნაკლებია 50-ზე, x-ი ნაკლებია 53-ზე. x-ი ეკუთვნის დაკეტილი ფრჩხილი 1-დან, ანუ 1-იც ეკუთვნის იმ ტოლობის გამო 50 მესამედამდე. ვნახოთ თუ გვაქვს მსგავსი პასუხი. ხო, გვაქვს არის ამ შემთხვევაში და პასუხებშიც თუ გადავამოწმებთ, 15-ში არის პასუხი A.